მოთე მოვიყვანე სკოლაში და ახლა მივდივართ მეტროსთან. აი ესეთი ამდენი რაღაცა. დღეს მართლა კარგია მინდია თბილა. თბილა და სიამოვნოს ძალიან გარეთ. მამას უყურეთ ერთი. მოგოწევს. სინავს ესეც თბება. წავედი მე ნელა უკვე სახლისკენ, მაგრამ ყავა მინდა ტყის თხილის. გემოთით ძალიან მიყვარს ეგ და უნდა შევიარე გვირილაში. იმ დღეს ვიყავი და არ გქონდათ. ხო და ეხლა თუ მოიტანეთ, კარგი იქნება. ნახა. შეგი ესეთი საქმეც რომ მქონდეს, რომ ჩემთან ახლოვე მოვაგვარო და უშოთ მაღაზიაში. იქვე ორნაბიჯში აღარ მივდივარ. თუ ძალიან ბევრი რაღაც არ მაქვს საყიდელი და გამოვდივარ. ანუ ვირჩევ შორ გზას, რომ ფეხით ბევრი ვიარო. ეხლა აქ ცოტა ხანს ჩამოვჯდები, ზისკენ წავალ და დავისვენებ. ჩემი ყავა არ იყო, მაგრამ აი ესეთი ყავა გავაკეთებინე იმაში, რო ქვია, ლიბრეში. აქ დავჯდები. ისეთი კარგი მზეა. წავედი გოგოებო ეხლა სახლისკენ. წავედი და ეს კიდე ერთი თბება. როგორ უყვართ მზეზე, როგორ უყვართ ნახე, თან ბეწვი როგორ უბზინავს. წავედი, მინდა ვიყიდო მანიკურის მოსაცილებელი. 10 ტონი მინდა ვიყიდო და მე საათნახევარი მაქვს დრო. მათ ეს გამოყვანამდე. გძლამაზია ხო ეს? ახლოა ჩვენთან. ნახეთ. ხო და ამ საათნახევარში რაღაცა მოვასწრო სახლში. მერე მათე რომ მოვახოიცით. მათ ესთან მიყვარს ხოლმე. უფრო ყოფნა რომ მას დავუთმოთ. თან არც მაცდის. ძალიან არის ჩემზე მოკრობილი. აი აქ მოვედი. მოვედი და ძალიან მეხმარება. ეს ყველაფერი აი სოფელში გოგოებო. სკოლა იყო ძალიან ახლოს და მათ თვითონ დადიოდი. ძალიან ძნელია, როცა გარეთ არ გადიხარ. ანუ რა არ იყო საჭირო იქ რომ გავყოლოდია, ძალიან ახლოა ჩვენთან სკოლა. მეც მათ სკოლაში გავიდოდე და ესე ჩვენ თვითონ დავდიოდით ხოლმე. და ჩემი მარტო კრებაზე მოდიოდა დანარჩენი. ანუ მოვდიოდით პირველი კლასიდან. თან ბევრი ვიყავით. ეხაც ეს ბავშვები, ვინც არიან დღეს მეუბნება მათი მომენატრაოდე და ჩემი კლასელებიო. ხო და რო ჩავალთ იქნებ ისეთ დღეს ჩავიდე სკოლის დღეს ნინო მასწავლებელს ვეტყვი. პარასკევს დავუშვით რა და ავიყვანო და ვაჩვენო თავის კლასელები. ხა იქაც მთელი ერთი სემესტრი იქ ისწავლა და ნუ ენატრება. ეს ვიყიდე.
ეხლა უნდა მოვიცილო. აი ამეებზე ამძვრება ხოლმე წინ. მოვიცილო ეს და ხოცა მიწუნდა მოვზილო. არ მშია. იმიტომ რომ ყავა დავლიე ეხლა სკოლში ცოტა დავისენე თან. ძალიან თბილა. ეს გავიცალო. მანიკური. როგორ არ უყვართ იცით ამისუნი? სანამ ისინი მოვლენ. არც გიას არ უყვარს. და არც ბიჭებს. ხო და მანამ უნდა გავიცალო. კომპაქტი ვიყიდე, იმიტომ რომ ამას ისეთი მძაფრი სუნი არ აქვს. პორტოხალი ვიყიდე, სანამ არის ზამთრის ხილია თან გვიყვარს ძალიან და სალათს ისე მოუხდა გუში რომ გავაკეთე გაჩვენეთ. აი არ ვიცი გოგოებო ძალიან დაუმატეთ და მომწერეს რომ მეც ხო გითხარით რომ ის უხდება. სუხარი შეგიძლიათ სახშიც გახუხოთ ესე დაჭრათ და მობრაწოთ ზეთში პური და შეგიძლიათ იყიდოთ ხო იყიდება. რა ქვია ხრუსტინი. ხო და ძალიან გემრიელია და თვითონ ამან აი მაიონეზი ცოტა ხო დავამატე და მაიონეზი და პორტოხალი რო ეს ერთმანეთს მოუხდებოდა, რა ვიცი, ვერ წარმოვიდგენდი. ძალიან გემრიელი გამოვიდა. და დამიწერა ერთმა გოგომ რომ ყველს მოუხდებაო. კი, მოუხდება ყველს ალბათ და ხეხილი. მოუხდება. ესეც ესე ჩხილები უნდა მოვიწესრიგო. ანუ 2-3 დღეში ერთხელ უნდა ჩხილებს ცოტა გაკლიბვა და მანიკური და გაკეთება ნუნების ამოჭრა მე ვიჭრი ძალიან კარგად ნუნებს ვიცი ამაზე ვმუშაობდი და ვიცი. და ძალიან ხშირად არ უნდა ღრმად ვიჭრი. ისე რომ სისხლებიც არ გამომდის. ანუ რა უნდა დაალბო, ჯერ მერე უნდა აიწიო, ესე მაქვს ამ ყველაფრის ისა რა ქვია. რა ქვია მაგას? იარაღი. უნდა აიწიო ესე უნდა და ისე უნდა მოიჭრა. არ შეიძლება დალბობის გარეშე. ხო და ისე ღრმად ვიჭრი ხოლმე, რომ აი 2 კვირაში ერთხელ უკვე წამოვა ხოლმე 3 კვირად ძლებს. ხალი შევინახოთ და ეხლა რომ გავაკეთო იცი ცომი უნდა მოვზილო გოგოებო ცომი და უნდა გამოვაცხო პერაშკები ბევრი და სამი იქნებოდა.
არის. არა? არა. საფუარი უნდა გავხსნა საფარი. აი, რამდენი დაგჭირდება. ერთი არება, სამი ჭიქა არის. თქვენ არიცით მათ ეს როგორ უხარია? დედა რომ პერაშკებს უცხობს. გაყინული ლობიანის ისიც მაგ კიდე ერთი გამოცხობა დარჩენილი, მაგრამ ის მის ჩემნია. პერაშკი. ისინი რამდენჯერმე გამოვაცხე და ჭამეს. ხო და პერაშკი კარგახანი არ გამომიცვი. მარილი ცოტა ძალიან არ მიყვარს ბევრი მარილი. შაქარიც რო ეს საფუარი ცოტა გააქტიურდეს. ესე. ზეთსაც ცოტა სვამატებ ხოლმე პურის ცომზე უფრო არა. მარილი კიდე ცოტა. მაგრამ იმაზე კი ოზრებს როცა ვაკეთებ რა. ზეთსაც ვამატებ ხოლმე ცოტას. წიწიბურაც მინდა დავდგა. და მოვხარშო. რამდენი ხანი არ მქონია. წიწიბურა. ბრინჯი არ არის იმდენად სასარგებლო, როგორც წიწიბურა და რავი. ნიკა რა კარგად ჭამდა ხოლმე ადრე და იმდენად აღჭამს. ნიკას უყიდე შარვალი გოგოებო, ესე იგი რანაირი ბავშვია იცით? ახლებში ვერ არჩევს საერთოდ. მე მგონი რომ მარტონიტა კი არ არის. ეს თაობა ეგრია, სულ მეორადებში დადიან. ნიკას ტოლები. იმ ქალმა მითხრა, სულ გაიყიდა ესეთი შავლები, ერთი ცალი. არ ვიცი ვიპოვეთ რა, ერთ-ერთ მაღაზიაში ცოტა ისეთი, აი მიყურებულ ადგილზე იყო. ჩიხში. ესე მორჩა. ეხლა რამეს დავაფარებ მე ამას. და ცომი ხომ მოვზილე და მანიკური უნდა გავიკეთო. მაინც რომ რაღაცა არჩია და იყიდა რა, მაინც გამეხარდა ძალიან. აქ კი არ იყიდა, მაგრამ სულთან უნდა გამოვიტანო ახალი წუთით მოვა. ეს გადავაფაროთ და კარგად. ავიან. ძალიან დაბლავია. არ მოედოს ცომს ჯობია მე მგონი, იმიტომ რომ ამოვა და მე არ მიიკლოს. აი ესეთი კლიპი მაქვს და არის ძალიან კარგი. რა ვიცი თუ შეგხვდებათ. ეს რამდენი წელია უკვე ძალიან დიდი დრო არაც მაქვს და შვენივრად ვიყენებ დღემდე. ხო, ეხლა წავისმე უცბად. ერთი პირით მიყვნის ხოლმე გოგოებო, რა ვიცი, მეტი არც მინდა. ერთი პირით და ორი პირით. აზრი არ აქვს, მაინც იფრქვნება დაბლიდან და საჭირო არის რამდენიმე დღეში ერთხელ წასვლა. მაინც გძვრება. ისე
5 დაიწყო უკვე. ხო, და რახან ვიყიდეთ მაინც. და ნახა და მოეწონა. მიხარია. ზოგჯერ მანდაც ვერ არჩევს. ლამაზია, ხო? ბზინავს რაღაცნაირია. ანუ პრიალებს კი არ ბზინავს. ბზინავს ისეთები დიდად არ მიყვარს. ეს პრიალებს. თეთრ ჩემს ეგონა რომ შილაკი გავიკეთე. ლამაზად გაკო. ხო, კიდე რაღაცეები ვიყიდე, ის დამოვიწყდა კიდევაც. ვიჩვენებთ. გავიკეთო ესეც 2 ფრჩხილი გადამჭი. ყვეთრი ფერები არ მიყვარს. წითელიც კი არ მიყვარს. შეიძლება აი ძალიან იშვიათად. არასა იშვიათადაც არ მომინდება, ალბათ არ მინდება წითელი ფერის მანიკური. ახლა რა ვიყიდო, მაგაჩვენეთ. ეს არის საკმევლის დასანთები. ლამაზია, საყვარელია. ეს არის სასანთლე. ესეც თიხის არის. ორივე თიხისა შევარჩი. აი ეს. ნახშირი. აქ არის სანთლები. როგორ მოგწონთ, ხო ლამაზია, ეს ძალიან ლამაზია. სასანთლე. ეს ეხლა ამას აქ ძალიან კაი სუნი. სანთელს აქვს ძალიან კარგი სუნი. ეხლა წავედი. მე გოგოებო, ეს გამიშრეს, ცოტა ვარ გამიფუჭდეს და დავდგათ წიწიბურა და კარტოფილი. კარტოფილი უნდა მოხარშო. და რო გადმოვალ, მაჩსთან რო წავალ და გადმოვალ, მანამდე მოასწრებს მგონი რომ მოიხარშება, მე გამოვაცხობ მანამ ცომიც. აქ ეს დავდგი. გია მოდის დამირეკა და ამასაც მგონია ყოფა. ცოტაც უნდა და ესეც უკვე მზად არის. მოვამზადე. ამას მგონი ცოტა უნდა კიდე. ხო.
იყოს ცოტა ხანი კარგად მოიხარე. ორნამენტი შევიარე. იმიტომ რომ დღეს ვერაფერი ვერ მოვიტანე. გასვიდა. წაიმერეკიდე. ეს ფიტროთა კარი, ეს არის პური. ეს მათეს დავიტოსი და ეს კიდე ჩემთვის. ესე. ეხლა უნდა დავიწყო გოგოება ხოზელების გამოსვლა. ძალიან ცუ არ დამიღალთ. ამას ეყოფა უკვე. ისე კარგად დაიბრაწყა. ამას როცა ვაყრი და თუ შევისუნთქე ვიგუდები. ესენი უკვე გამოსაცხობია 50 გრამიანი გუნდები არის და გამომივიდა რამდენი? 2 4 6 8 10 12 14 16 ცალი გამომივიდა და თავიც აიღო უკვე აქ ეს მაქვს თბილი ჯერისა და დავიწყებ ახლა გამოცხობას. ველოდებით გამოცხეს. ესეთი ვეზელები გამოვაცხე. გემრიელი. და ვნახოთ ახლა გემო როგორი აქვს. ძალიან ხელი ცომია, ნახეთ. გემრიელეს. ცოტათი მარილიანია. მაგრამ მე ვაკლებ ხოლმე სპეციალურად. ძალიან კარგი გამომივიდა. ცომიც ისეთი რბილია. წავედი გოგოებო, ახლა ყველას გისურვებ მშვიდობიან საღამოს. მიყვარხართ და ხვალავთ.